ათწლეულების განმავლობაში ირანი ამგვარი რაღაცისთვის ემზადებოდა. ყოველთვის ისრაელისა და აშამსიაშისკენ მიპყრობილი თვალებით ირანი აშენებდა საჰაერო თავდაცვას და ქმნიდა სამხედრო ძალას, რომელიც მოსალოდნელ საფრთხეს უნდა დაპირისპირებოდა. ირანმა ვერ შეძლო. აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ისეთი მასშტაბური რამ გააკეთა, რომ ეს ისტორიაში ახლა ხან 10,000 სამიზნე დააზიანეს და ირანს პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს. 25 მარტს აშშ-ის ცენტრალური სარდლობის, ანუ სენტკომის მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა წარმოადგინა თავისი უახლესი ანგარიში იმის შესახებ, თუ რას მიაღწია აშშ-მა ოპერაცია ეპიკური რისკვის განმავლობაში. ეს სათაური ასევე იყო ერთ-ერთი პირველი, რაც კუპერმა თქვა, როცა განაცხადა: ჩვენ კამპანიის მეოთხე კვირაში ვართ და ვრჩებით გეგმის მიხედვით, ან გეგმას უსწრებთ კიდეც. ძალიან მკაფიო სამხედრო მიზნების მიღწევაში, რაც ირანის იმუნარის აღმოფხვრას ეხება, რომ საზღვრებს გარეთ რეალური ძალა გამოავლინოს, დაიწყო კუპერმა. შემდეგ მან ციფრი დაასახელა და განაცხადა: აშშ-ის ძალებმა დაარტყეს 10,000-ზე მეტ სამხედრო ობიექტს სინამდვილეში. ჩვენ ირანის მე-10,000 ობიექტს სულ რამდენიმე საათის წინ დავარტყით. ეხლა კუპერმა განაგრძო და განმარტა, რომ როდესაც ისრაელს და მის საჰაერო დათმებს ამატებთ, კიდევ რამდენიმე 1000 ობიექტს დაარტყეს. სინამდვილეში კიდევ მრავალი 1000. 13 მარტს Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰიქსეტმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ისრაელმა ერთობლივად დაარტყეს 15,000 ობიექტს. რაც განცხადების გაკეთების დროს დღეში 1000-ზე მეტ ობიექტს შეადგენდა. ოპერაცია ეპიკური რისხვისა და ოპერაცია მბრდღვინავი ლომის მასშტაბები და სიმძაფრე მას შემდეგ გარკვეულწილად შემცირდა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ირანს ნაკლები სამხედრო სამიზნე დარჩა დასარტყმელად. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ 15,000 იყო ერთობლივი მაჩვენებელი მანამდე, სანამ კუპერი თავის განცხადებებს გააკეთებდა, წარმოუდგენელი არ არის ვიფიქროთ, რომ აშშ-მა და ისრაელმა 28 თებერვლის შემდეგ ერთობლივად დაარტყეს დაახლოებით 20,000 ობიექტს. მაგრამ თუნდაც ცალკე აღებული აშშ-ის მიერ დარტყმული 10,000 სამიზნე უზარმაზარი ამბავია. და რომ განმარტო, ეს არის 10,000 სამიზნე, არა 10,000 გასროლილი საბრძოლო მასალა. ეს სამიზნეები იქნება მრავალფეროვანი, დაწყებული უზარმაზარი ობიექტებით, როგორიცაა ირანის მიწისქვეშა სამხედრო და ბირთვული ბუნკერები, დამთავრებული შედარებით მცირე სამიზნეებით, როგორიცაა დრონები. თითოეული მათგანი წარმოადგენს ცალკეულ იარაღს ან სამხედრო ობიექტს, რომელიც განადგურდა. ყველაზე დიდი სამიზნეები სავარაუდოდ რამდენიმე საბრძოლო მასალით იქნა დარტყმული, შესაძლოა დღეების განმავლობაში რამდენჯერმეც კი, რათა საბოლოოდ გამოიყვანათ მწყობრიდან. და რასაც აქ ხედავთ, არის საჰაერო დომინირების ისეთი დონე, რომელიც არც ერთ სხვა თანამედროვე ომში არ მიღწეულა. ამერიკის მრავალფენიანი კამპანია დაიწყო სტელს თვითმფრინავების, როგორიცაა B-2 სპირიტი და F-35 დათქმებით. შემდეგ კი განვითარდა და მოიცვა ისეთი ძველი თვითმფრინავებიც, როგორიცაა B-52 და A-10. მან გვაჩვენა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანის ცაში დაუსჯელად იმოქმედოს. ეხლა ეს არნიშნავს იმას, რომ ოპერაცია ეპიკური რისხვა დასასრულს უახლოვდება. რაც შემდეგ მოხდება, შეიძლება ყველაფერს თავიდან შეცვალოს და ყველას მოულოდნელად დაატყდეს თავს, თუ აშშ-ს თავის მუქარას შეასრულებს. მაგრამ ახლა საკმარისია ვიცოდეთ, რომ ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურებულია, ხოლო აშშ-ს თავის შემდეგ ნაბიჯს გეგმავს. და აშშ-ში რამდენიმე ადამიანის თქმით, ირანი ახლა სასოწარკვეთილია, რომ როგორმე დაასრულოს ოპერაცია ეპიკური რისხვა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანის შეთანხმების მისაღწევად ეხვეწება და აშშ-მ უპასუხა 15 პუნქტიანი გეგმით, რომელიც ამ შეთანხმების მიღწევას შესაძლებელს გახდის. ირანმა უპასუხა ამ განცხადებებს და აღნიშნა, რომ აშშ-სა და ირანს შორის საუბარი არ მიმდინარეობს და აშშ თავის თავთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ეხლა სიმართლე შეიძლება სადღაც შუაში იყოს, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანი საერთოდ არ იყოს მზად რაიმე სახის მოლაპარაკებისთვის. თუმცა შესაძლოა ის ისეთი სასოწარკვეთილი არ არის, როგორც ტრამპი ამტკიცებს. ეხლა კუპერმა თავის სტატიაში ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სა და ისრაელის საჰაერო ძალების გაერთიანება ამტკიცებს, რომ ეს ორი ქვეყანა ერთად უფრო ძლიერია. ის ასევე აღწერს ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანის მასშტაბს და აცხადებს: ჩვენი ზუსტი დარტყმები ირანის საჰაერო თავდაცვას ძლია, ხოლო ჩვენი საბრძოლო ფრენები ირანის თავზე რეალურ შედეგებს იძლევა. ეხლა მოდით გადავიდეთ ამ რეალურ შედეგებზე და ჩამოვთვალოთ, რა წარმატებებს მიაღწია აშშ-მ ოპერაცია ეპიკური რისხვის ფარგლებში. 10,000 დასრულებული დარტყმა თავისთავად შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს ბევრს არ ნიშნავს, თუ არ ვიცით, რა შედეგი გამოიღო ამ დარტყმებმა. და ამ კონტექსტში რეაქცია იცვლება: ვაუ, ეს მართლაც ბევრი დარტყმა, მაგრამ როგორ შეიძლება ირანის რეჟიმი ამ ყველაფრის შემდეგ ისევ არსებობდეს? მოდით დავიწყოთ ირანის რაკეტებით. ოპერაცია ეპიკური რისხვა და ოპერაცია მბრდღვინავი ლომი აშკარად კონცენტრირებული იყო ირანის რაკეტების გაშვების ადგილებზე, რომლებიც ირანის მთავარი სტრატეგიის ნაწილია. მეზობელი ყურის ქვეყნების დაშინება ბალისტიკური რაკეტების დარტყმებით, მანამ სანამ აშშ აგრძელებს თავდასხმას. ჩვენ გვაქვს გარკვეული მონაცემები იმის შესახებ, რამდენი ასეთი გამშვები დანადგარი განადგურდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ანუ IDF-მა 15 მარტს განაცხადეს, რომ ირანის რაკეტების გაშვების დაახლოებით 70% ამ დროისთვის განადგურებულია. რაც სერიოზულ დარტყმას აყენებს არამხოლოდ ირანის ბალისტიკური რაკეტების სტრატეგიას, არამედ მის შესაძლებლობასაც გაუშვას ფრთოსანი და ანტიგემის რაკეტები, ასევე შეუტიოს აშშ-ს საზღვაო ძალების სამხედრო და სავაჭრო გემებს.
ეხლა Wall Street Journal-ი თავის ანგარიში ისრაელის განცხადების შესახებ უფრო კონკრეტულ რიცხვს ასახელებს, რადგან ამბობს, რომ ისრაელი ამტკიცებს, ირანმა დაკარგა თავისი 470 მობილური რაკეტსათვორცნი პლატფორმიდან 320. ეს დაახლოებით 70%-ში ადგენს, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები ამტკიცებენ. და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დავსვათ კითხვები, მაგალითად, როგორ იციან ისრაელმა და აშშ-მ ზუსტად რამდენი ასეთი მობილური რაკეტსათვორცნი აქვს ირანს, როცა ირანი ცდილობს ისინი მიწისქვეშ დამალოს, მაინც უარყოფა შეუძლებელია, რომ ეს ციფრი შთამბეჭდავია. და სატელიტური ფოტოები, რომლებიც Washington Post-მა გამოაქვეყნა, ამას უსვამს ხაზს. ოპერაცია Epic Fury-ს პირველ 4 კვირაში აშშ-მ და ისრაელმა მთლიანად გაანადგურეს ირანის ბალისტიკური რაკეტების 29 გაშვების ადგილი, რომელთაგან თითოეულში ათეულობით გამშვები იყო განთავსებული. და ზედაპირზე არსებული ობიექტები გამოყვანილია წყობრიდან. მიწისქვეშა ობიექტები კი ბუნკერ გამანადგურებელი ბომბებით დაიბომბა და ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ შეასუსტონ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე, რომელსაც ირანი უქმნის აშშ-ს, ისრაელს და მათ სპარსეთის ყურის მოკავშირეებს. ჩვენ ძალიან სწრაფად დავინახეთ ამ 10,000 დარტყმის ნაწილის შედეგი. კუპერი თავადაც ამას ამბობს, როცა აღნიშნავს, რომ ირანის რაკეტებისა და დრონების გამშვები დანადგარები ომის დაწყებიდან 90%-ზე მეტით შემცირდა, რაც მიუთითებს, რომ ირანის მიერ დაგეგმილი რაკეტების მასიური შეტევის სტრატეგია არ განხორციელდა, როგორც იყო ჩაფიქრებული. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ირანული რაკეტები აღარ ისრება. 70%-ის განადგურების შემდეგაც კი 30%, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია სროლა, რჩება, რაც დაახლოებით 140 მობილურ გამშვებ დანადგარს ნიშნავს, რომლებიც აშშ-მ ჯერ კიდევ უნდა მოძებნოს და გაანადგუროს, სანამ ირანის რაკეტები საფრთხეს აღარ წარმოადგენენ. ისინი ასევე თავად რაკეტებიც არიან. რაკეტები უსარგებლო ხდება გამშვები დანადგარების გარეშე, რაც სწორედ ის მიზეზია, რის გამოც აშშ-მ აერჩია ეს სტრატეგიული გზა. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ აშშ-მ და ისრაელმა ირანის რაკეტების წინააღმდეგ საკმარისი არ გააკეთეს, თუნდაც 10,000-ზე მეტი დათმის შემდეგ. Guardian-ის მიხედვით, აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, ირანის რაკეტების მარაგის დაახლოებით მესამედი დადასტურებულად განადგურებული ყლია, ხოლო კიდევ ერთი მესამედი, როგორც ჩანს, დაზიანებულია, დამახულია, ან სხვა გზით გამოუსადეგარი გახდა ამერიკის შეტევების შედეგად ირანის მიწისქვეშა გვირაბებსა და ბუნკერებზე. ოპერაცია Epic Fury-ს დაწყებიდან ირანის მხრიდან 1400 დადასტურებული რაკეტის გაშვება დაფიქსირდა. და მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა ომის დასაწყისში განხორციელდა, ეს გვიჩვენებს, რომ ირანი კვლავ წარმოადგენს რაკეტულ საფრთხეს. თუმცა ეს საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირებულია იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო. მაგრამ სწორედ აქ იწყება ცვლილებები ირანის რაკეტების მიმართულებით. 10,000 დარტყმის შედეგად მხოლოდ გამშვები დანადგარები და მარაგები არ არის წყობრიდან გამოსულიდან. აშშ-მ ასევე მიზანში ამოიღო ირანის რაკეტებისა და საზღვაო წარმოების ობიექტები, როგორც კუპერი განმარტავს. ირანს აქვს მასშტაბური საწარმოო შესაძლებლობები, რომ არა მხოლოდ დააშენოს საზღვაო ხომალდები, რაკეტები და საბრძოლო დრონები, არამედ განავითაროს და გაავრცელოს ეს ტექნოლოგიები რეგიონულ და გლობალურ მავნე აქტორებს, განმარტავს კუპერი. ის ამატებს, დღეს ჩვენ დავაზიანეთ ირანის რაკეტების, დრონების და საზღვაო წარმოების ობიექტებისა და გემთსაშენების 2/3-ზე მეტი, სანამ ის შემაძრწუნებელ გაფრთხილებას გააკეთებს, რომ აშშ-ში ამ ყველაფრით ჯერ არ დასრულებულა. ირანის ფართო სამხედრო საწარმოო აპარატის ლიკვიდაციაც დღის წესრიგშია, აცხადებს კუპერი. ეხლა ეს ცუდი ამბავია ირანისთვის, რადგან ეს ნიშნავს, რომ მისი ბალისტიკური რაკეტების სტრატეგიის დარჩენილი ნაწილი ეხლა დროის შეზღუდვაზეა. როცა მეტი გაშვება ხდება და მეტი საწარმოო ობიექტი ნადგურდება, ირანის ყოველი მომდევნო რაკეტის გაშვება ხდება მარაგიდან, რომელიც ვეღარ შეივსებ. ეს მხოლოდ იმის განადგურებას არ ეხება, რაც ირანს უკვე აქვს. აშშ-ში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რაც ირანმა შეიძლება სცადოს შექმნას, რაც ნიშნავს, რომ ის გრძელვადიან პერსპექტივაში ანგრევს რეჟიმის რაკეტებზე ორიენტირებულ დოქტრინას. ეხლა ჩვენ აღნიშნეთ, რომ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ 10,000 დარტყმას შორის იყო თავდასხმები ირანის გემთჩვენებლობისა და საზღვაო წარმოების ობიექტებზე. საზღვაო მიმართულებით კიდევ ბევრია სათქმელი. მაგრამ სანამ ამ თემას უფრო დეტალურად განვიხილავთ, შეგახსენეთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Show-ს. ამაზე ბევრად მეტი გვაქვს თქვენთვის, ასე რომ თუ ჩვენი არხის ანალიზი თქვენთვის საინტერესოა, გამოიწერეთ არხი. საზღვაო წარმოების ობიექტების გარდა, აშშ-ში ასევე ცდილობს ირანის არსებული საზღვაო შესაძლებლობების მაქსიმალურად შემცირებას. ჩვენ ხედავთ მსგავს სტრატეგიას, როგორც ირანის რაკეტებთან მიმართებაში გამოიყენეს. ჯერ ანადგურებენ არსებულს, შემდეგ კი ანადგურებენ ობიექტებს, სადაც შეიძლება ახალი შეიქმნას. ეხლა რაც შეეხება იმას, რაც უკვე არსებობს, ან შეიძლება ითქვას, რაც ადრე არსებობდა, Times of Israel იუთხება, რომ აშშ-მ ირანის საზღვაო ფლოტის დიდი ხომალდების 92% ჩაძირა. ეს პროცენტი სავარაუდოდ მოიცავს ფრეგატებს, წყალქვეშა ნავებს და ირანის თვითნაკეთ ავიამზიდებს, მაგრამ შესაძლოა არ ეხება სწრაფშეტევით ნავებს, რომლებსაც ირანი ჰორმუზის სრუტეში ქაოსის შესაქმნელად იყენებდა. მაინც ირანის დიდი ხომალდების 92% გვიჩვენებს, რომ რეჟიმის საზღვაო ძალა სულ მცირე ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით განადგურებულია. პენტაგონის მონაცემებით 26 მარტისთვის ირანმა სულ 130 ხომალდი დაკარგა. თუმცა გაურკვეველია, რამდენი მათგანი იყო უკვე ნახსენები დიდი ხომალდი და რამდენი მოდის სწრაფ ნავებსა და სხვა ირანულ ხომალდებზე, მაგალითად მიზღადირის კლასის მცის მცირე წყალქვეშა ნავებზე. ჩვენ მიცით, რომ 130 ხომალდში შედის 40 ნაღდამყენებელი ხომალდი და 11 წყალქვეშა ნავი.
და რომ ირანი ხორმუზის სრუტეში ნაღმების დასაგებად თავის სწრაფნავებს იყენებდა. ამერიკის მიდგომა ამ ეტაპზე ასეთია: ყველაფერი, რაც ირანისთვის დაცურავს, ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს. ისევე როგორც რაკეტების შემთხვევაში, არასწორია იმის თქმა, რომ ირანის საზღვაო ძალები აღარ წარმოადგენს საფრთხეს. რაკეტების შემთხვევაში ირანი დაბრუნდა სტრატეგიაზე, სადაც ის ახორციელებს მცირე და ზუსტ გაშვებებს, რაც მაინც აძლევს საშუალებას შეინარჩუნოს გარკვეული საფრთხე. რაც შეეხება ბრძოლის საზღვაო ნაწილს, ირანი არასდროს იყო რეალურად მზად, რომ გამკლავებოდა ავიამზიდებსა და მაგთან დაკავშირებულ სამხედრო გემებს, რომლებიც აშშ-ში პერსიის ყურის რეგიონში მოიყვანა. არასწორად არ გავრიგოთ, რეჟიმს ნამდვილად არ სურდა თავისი ამდენი სამხედრო გემისა და წყალქვეშა ნავის დაკარგვა. მიუხედავად ამისა, ირანის მიზანი ყოველთვის იყო ხორმუზის სრუტეში ასიმეტრიული საზღვაო ბლოკადის სტრატეგიის გამოყენება. და ეს არის პრობლემა, რომელსაც აშშ-ს ჯერ კიდევ უწევს გამკლავება. ეხლა რადიო თავისუფალმა, ევროპამ ან რადიო თავისუფლებამ ამას ყურადღება გაამახვილა 12 მარტის სტატიაში, სადაც აღნიშნა, რომ ირანის ტრადიციული საზღვაო ფლოტი პრაქტიკულად აღარ არსებობდა. მაგრამ ხორმუზის სრუტისთვის საფრთხე არ გამქრალა. მარტის ბოლოს ბევრი არაფერი შეცვლილა. ირანის სწრაფი ნავები და პატარა წყალქვეშა ნავები კვლავ ესხმიან თავს სავაჭრო გემებს ამ სრუტეში, ისევე როგორც მათი დრონები და ანტიგემის რაკეტები. აქ რაოდენობაზე არ არის საუბარი. ირანს არ ჭირდება ყველა გემზე თავდასხმა, რომელიც ცდილობს გაიაროს წყლის გზაზე, საიდანაც მსოფლიოს ნავთობის 20% გადის. დრო და დრო განხორციელებული თავდასხმებით საკმარისია იმისთვის, რომ გზავრობა იმდენად სახიფათო გახდეს, რომ სადაზღვევო კომპანიები აღარ გადაიხდიან და გემის კაპიტნები აღარ გაცურავენ. პირველმა 10,000-მა დარტყმამ ირანის ტრადიციული საზღვაო ძალები მძიმედ დააზიანა. შემდეგი 10,000 დარტყმა, სავარაუდოდ, უფრო დიდ ყურადღებას გაამახვილებს ირანის საზღვაო სტრატეგიის ასიმეტრიულ ასპექტებზე. მაგრამ ამ დროისთვის შეიძლება გაიფიქროთ, როგორ არის ეს ყველაფერი შესაძლებელი აშშ-რკორსთვის. დიახ, აშკარად ჰქონდა დომინანტური საჰაერო ჯალები, ჯერ კიდევ ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებამდე. მაგრამ ირანს უნდა ქონოდა ფენოვანი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც შეაჩერებდა აშშ-ს. ეს ქსელი ჩავარდა და საწყისი დარტყმები, რომლებიც 10,000-ის ნაწილს წარმოადგენდა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. საჰაერო უპირატესობა მიღწეულია და ციფრები, როცა საქმე ირანის საჰაერო თავდაცვას ეხება, ყველაფერს აჩვენებს. ეხლა უკვე 5 მარტს ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებდნენ, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაახლოებით 80% გამოყვანილი იყო მწყობრიდან, ან თავად სისტემების პირდაპირი განადგურებით, ან რადარების დარტყმებითა და კიბერშეტევებით. და იმ მომენტისთვის ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩაატარეს დაახლოებით 2500 დარტყმა და გამოიყენეს დაახლოებით 6000 საბრძოლო მასალა, რაც თავისთავად გვაძლევს წარმოდგენას, რამდენი იარაღი შეიძლება გამოიყენებინა აშშ-ს თავის 10,000 დარტყმაში. ეხლა მარტივი მათემატიკა გვიჩვენებს, რომ აშშ-მ შეიძლება გამოიყენოს დაახლოებით 24,000 საბრძოლო მასალა 10,000 სამიზნის დასათმელად. თუმცა ეს ვარაუდობს, რომ ის იყენებს იმდენივე საბრძოლო მასალას, რამდენსაც ისრაელი. მას შემდეგ ირანის საჰაერო თავდაცვის ფრონტზე ბევრი არაფერი შეცვლილა. აც არის ამის დიდი საჭიროება, რადგან მისი ქსელის 80% უკვე გამორთულია. ირანს უწევს ცის დაცვა ცალკეული სისტემებით, რომლებიც ძალიან გაფანტულია და ხშირად ვერ უმკლავდება იმ საფრთხეს, რომელსაც აშშ-ს ჰაერიდან უქმნის. ირანის საჰაერო თავდაცვის ადრეულმა განადგურებამ შექმნა საჰაერო უპირატესობა, რომელმაც გზა გაუხსნა იმ 10,000 სამიზნეზე დარტყმას, რასაც კუპერი ამტკიცებს. ეხლა კიბერდიც არნიშნავს, რომ საჰაერო უპირატესობა იმდენად გაიზარდა, რომ ამერიკას უკვე შეუძლია თავისი B-52 ტიპის ბომბ-დამშენებით ირანში დიდი რაოდენობით დარტყმები განახორციელოს და აჩვენოს ჩვენი შეუდარებელი დომინირება ჰაერში. ეს განცხადება ბევრს ამბობს, რადგან B-52 შორს არის იმ ბომბ-დამშენებისგან, რაც ყველაზე თანამედროვეა ამერიკის არსენალში. პირველად 1950-იან წლებში აფრინდა. B-52 არ არის უხილავი და არც ტექნოლოგიურად არის ძალიან განვითარებული. რაც ამ ბომბ-დამშენს გამოარჩევს, არის უზარმაზარი ტევადობა საბრძოლო მასალისთვის, რომელსაც შეუძლია ირანში დიდი რაოდენობით ჩამოაგდოს. თუ ირანის საჰაერო თავდაცვა ჯერ კიდევ მოქმედი იქნებოდა, ამ ბომბ-დამშენს ქვეყნის ცაში ოპერირება არ შეეძლებოდა. B-52 ძალიან დიდია და ძალიან ადვილად შესამჩნევია, თუნდაც იმ ძველი რუსული და ჩინური საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რომლებიც ირანის ქსელს ქმნიან. ის ფაქტი, რომ ის საერთოდ დაფრინავს, აჩვენებს თუ რამდენად სრულად გამოთიშეს ირანის საჰაერო თავდაცვა თამაშიდან. იგივე შეიძლება ითქვას A-10-ებზე და აპაჩის ვერტმფრენებზე, რომლებიც აშშ-მ ჰორმუზის სრუტეში განათავსა. ორივე მათგანს შეუძლია მრავალჯერადი მისიის შესრულება, რადგან ირანის მხრიდან მათთვის არსებული საფრთხე ახლა მხოლოდ რამდენიმე იზოლირებულ საჰაერო თავდაცვამდეა დაყვანილი. და ასეთი ტიპის საჰაერო ხომალდების ჩართვით აშკარაა, რომ აშშ-ში ოპერაცია ეპიკური რისხვის ფარგლებში, ქირურგიული სიზუსტიდან უხეშ მასირებულ იერიშზე გადავიდა. 10,000 სამიზნეზე მიტანილი დარტყმა და ეს რიცხვი იზრდება იმის გამო, რომ ირანის საჰაერო თავდაცვა იმდენად სუსტია, რომ აშშ-ს შეუძლია ქვეყანაში არასტელსიანი დიდი საბრძოლო დვეთის მქონე თვითმფრინავების შეყვანა. მაგრამ შეიძლება პრობლემა იყოს ამერიკის საჰაერო სტრატეგიაში. ვიდეოს დასაწყისში გითხარით, რომ ოპერაცია ეპიკური რისხვის შემდეგი ეტაპი შეიძლება ყველაფერს შეცვლიდეს. გაზეთი გარდიანი ამას უფრო ცინიკურად აფასებს 26 მარტის სტატიაში, სადაც ამტკიცებს, რომ აშშ-ს შეიძლება ქონოდა ილუზია, თითქოს მარტივი საჰაერო გამარჯვება იყო შესაძლებელი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ირანი ჯერ კიდევ არ დანებებულა მის 10,000 დარტყმას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
ასე შეშჩოს შეიძლება არ შეეძლოს მხოლოდ საჰაერო ძალით გამარჯვება, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტური იყო ეს ძალა ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების თვალსაზრისით. ასაშეშო შეიძლება მოუწიოს შემდგომი ნაბიჯების გადადგმა და ეს ნიშნავს სახმელეთო ძალების შეყვანას. იდეალურ შემთხვევაში აშშ-ში არ მივაიქამდე, რომ ირანში ჯარისკაცები გაგზავნოს. თვითონ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ ოპერაცია ეპიკური რისხვა დასასრულს უახლოვდება და არსებობს რამდენიმე გამოსავალი, რომელსაც აშშ-ში ცდილობს ირანს შესთავაზოს. ჩვენ მიერ ადრე ნახსენებით 15 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმაც ერთ-ერთი ასეთია, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ აშშ-ში მიერ 10,000 ობიექტზე დართმით მიღებული ზიანი საკმარისი იქნება ირანის რეჟიმის დასაშინებლად და აიძულებს მას დათანხმდეს ისეთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც შეზღუდავს მის ძალაუფლებასა და ბირთვულ ამბიციებს. ეს შეთანხმება ასევე გახსნის ჰორმუზის სრუტეს, რომელიც ირანის ხელში დარჩენილი ერთადერთი მთავარი ბერგეტია. მაგრამ თუ ეს გამოსავალი არ იმუშავებს, მეორე გამოსავალზე მინიშნება გააკეთა თეთრი სახლის პრეზიდენტმა კაროლინ ლევიტმა 25 მარტს. როდესაც თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი არ ბლეფობს და მზად არის ჯოჯოხეთი დაატეხოს. ირანმა არ უნდა დაუშვას კიდევ ერთი არასწორი გათვლა. ანუ დაეთანხმეთ სამშვიდობო გეგმას, ან აშშ-ში ჯარს გაგზავნის. აშშ-ში უკვე ემზადება ამ შესაძლებლობისთვის და ამ ვიდეოს შექმნის დროს 82 საჰაერო სადესანტო დივიზიის პარაშუტისტები გზაში იყვნენ ახლო აღმოსავლეთისკენ. აშშ-შუმ ასევე განათავსა ორი საზღვაო ქვეითთა ექსპედიციური დანაყოფი, ანუ MIU-ები, რომელთაგან ერთ-ერთი უკვე ჩამოვიდა ამფიბიური შეტევის ჯგუფთან ერთად, რომელსაც USS ტრიპოლი ხელმძღვანელობს. ეს ნიშნავს, რომ 3500 ამერიკელი ჯარისკაცი, მათ შორის დაახლოებით 2000 საზღვაო ქვეითი, უკვე სპარსეთის ყურეში იმყოფება. მეორე MIU-ს ჩამოსვლა დაახლოებით გააორმაგებს ამ რიცხვებს და შესაძლოა იქ იყოს 3000-მდე მედესანტე. ეს არის სახმელეთო შეჭრის ძალა, მაგრამ ის საკმარისად დიდი არ არის, რომ ირანის ძირითერთა ტერიტორიას გაუმკლავდეს. მათი სავარაუდო სამიზნეები იქნება ჰორმუზის სრუტის გარშემო და მის მიმდებარე კუნძულები, რომელთა კონტროლსაც აშშ შეიძლება შეეცადოს, როგორც სრუტის ძალით გახსნის, ასევე ირანის ეკონომიკაზე დიდი ზეწოლის მიზნით. Washington Post-ი უწრება, რომ პენტაგონმა მოამზადა სტრატეგიები ირანში რამდენიმე კვირიანის სახმელეთო ოპერაციებისთვის, რაც სავარაუდოდ მოიცავს ირანის მთავარი ნავთობის ჰაბის, კარგის კუნძულის დაკავებასაც. თუმცა დონალდ ტრამპს ამ გეგმებისთვის ჯერ კიდევ არ მიუწია თანხმობა. აშკარა, რომ აშშ-ში ელოდება ირანის შემდეგ ნაბიჯს. შესაძლოა ირანის პარლამენტის სპიკერმა მოხამედ ბაგა ღალიბავმა უკვე მიანიშნა რა იქნება ეს ნაბიჯი. BBC-მ 29 მარტის პირდაპირ ეთერში ოპერაცია ეპიკური რისხვის შესახებ განაცხადა, რომ ღალიბაფის თქმით, ირანი ელოდება ამერიკელ ჯარისკაცებს ხმელეთზე შესვას, რათა მათ ცეცხლი დაატეხონ. ახლა ირანის სტრატეგია ნათელია. მისმა რეჟიმმა მოახერხა გადარჩენა, მას შემდეგ რაც აშშ-შემ ჰაერიდან 10,000 სამიზნე დაარტყა. ეხლა ის ცდილობს გაწვოს და ამით სახმელეთო ოპერაცია გამოიწვიოს, რაც ზრდის რისკს, რომ აშშ-ს ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს მეტი პერსონალი დაეღობოს. სახმელეთო ჯარების შეყვანა თითქმის გარდაუვალია, თუ ძალიან მალე რაიმე რადიკალური არ შეიძლება. დურანის რეჟიმმა ერთი რამ უნდა დაიმახსოვროს. ეს არის 10,000 დარტყმა და ეს რიცხვი იზრდება, არა 10,000 დასრულებული სამიზნე. თუ ამერიკის საზღვაო ქვეითები და პარაშუტისტები ირანის ტერიტორიაზე შევლენ, ისინი დიდი ალბათობით რაკეტებისა და ბომბების ცეცხლქვეშ აღმოჩნდებიან. ეს სავარაუდოდ მიზანში ამოიღებს ყველაფერს. ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის ნარჩენებიდან დაწყებული, იმ ჯარისკაცებითა და ჯავშან ტექნიკით დამთავრებული, რომელთა გამოყენებასაც ირანი ამერიკის სახმელეთო ძალების წინააღმდეგ აპირებს. თუ სახმელეთო ძალები ჩაერთვებიან, ეს შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს კარგის კუნძულისათვის, რომელიც უკვე დაზარალდა აშშ-ის მიერ განხორციელებული იმ 10,000 იერიშიდან ზოგიდან ზოგიერთის შედეგად. ეს კუნძული ირანის ეკონომიკისთვის ყველაფერია, განსაკუთრებით ნავთობის ექსპორტის მხრივ. და ირანის ისტორიაში ირანში ყველაზე მასშტაბური სახმელეთო შეჭრა შეიძლება სწორედ კარგის კუნძულზე იყოს მიმართული. გაიგეთ მეტი ჩვენს ვიდეოში და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ მილიტარი შოუ, რომ ნახოთ ჩვენი დამატებითი მასალები. ოპერაცია ეპიკური რისხვის შესახებ.